გიბრუნდებით უახლესი ამბებით MMA-ის სამყაროში და გასწრებთ, რომ უკვე ყველასთვის სასროლი საჩემპიონო ბრძოლა ილია თოპორიასთვის უკვე ჩანმისმულია 28 ივნისისთვის. ილიას მეტოქე ჯერ უცნობია, თუმცა UFC მისთვის ორ ვარიანტს განიხილავს. ესენი არიან ამჟამინდელი ჩემპიონი ისლამ მახაჩევი და ჩარლზ ოლივეირა. მეტოქის გაურკვევლობა კი იმით არის განსაზღვრული, რომ UFC როგორც ვიცით შეპირებული იყო საჩემპიონო ბრძოლას ილიას და მან ქამარი ქვედაწონაში ამ პირობით დათმო. თუმცა ამჟამინდელ ჩემპიონს ისლამ მახაჩევს არ სურს ილიასთან ოქტაგონის გაზიარება და მთელი მისი გუნდი ამ ბრძოლის არიდებას ცდილობს. ამიტომაც მან შეიძლება საერთოდ წონა შეიცვალოს და მაღალ წონაში ავიდეს. კიდევ ერთი ცხელი ამბავი ჩვენი ქართველი ლინზა უკვე 27 აპრილს იჩხუბებს უგანდელი დეივიდ ონამას წინააღმდეგ, რომლის რეკორდი 13-2-ზეა. თუ ამ ბრძოლის განხილვა გსურთ ასეთი მოკლე ფორმატში, აუცილებლად დაწელეთ კომენტარებში. ეს საფხული ნამდვილად ძალიან ცხელი იქნება, რადგან 8 ივნისს მერაბს მეორე სატიტულო დაცვა უწევს შონ ომალისთან. ივნისის წვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართველებისთვის და ზოგადად ქართული MMA-ის სამყაროსთვის, ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი ახლა, რომ არ გამოტოვა ასეთი სახის ინფორმაცია.